ამ დრომდე ვერ განსაზღვრა რა პრინციპით გადანაწილდება დაზარალებულ მოსახლეობაზე თანხა. დღეს ამ თემაზე საკრებულოს უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა არ შედგა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უმრავლესობასთან დახურულ კარს მიღმათ ათბირობდნენ, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ და შესაბამისად თავარ კითხვაზეც პასუხი მერიას ჯერ არ აქვს. სწორედ ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული, როდის და რა ფორმით მოხდება დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კამერა გამორთეთ, არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს. თბილისის მერ საუბარი იმ კომპენსაციებზე არ სურს, რომელსაც დაზარალებული მოქალაქეები 2 კვირაა ელოდებიან. 25 მილიონიდან მერიამ მხოლოდ 2 მილიონი გამოყო. თუმცა მერია და საკრებულო აქამდე იმის შესახებაც ვერ თანხმდება, როგორ გადაანაწილონ შეგროვილი თანხები. საკრებულოს დღეს შესაბამისი წესი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ამის სანაცვლოდ მერიამ საკრებულოს დოკუმენტის მხოლოდ სამუშაო ვარიანტი გადაუგზავნა. დოკუმენტი მზად არის და დევს მაგიდას. ნარმანიას ამ განცხადების შემდეგ 25 მილიონის ათვისების შესახებ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი საკრებულოში დახურულ კარს მიღმა მერიისა და უმრავლესობის დეპუტატებმა განიხილეს. ერთსაათიანი შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც საკრებულოს წევრებმა დაადასტურეს, რომ დაზარალებულთა კომპენსაციების შესახებ შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.